მის გასაყარზე, როცა მიწაზე ჯერ ისევ უკუნისიბნელია, სამყაროს მეორე ბოლოში ჩვენთვის უცხო და იდუმალ მხარეს სიცოცხლე ნელ-ნელა გაღვიძებას იწყებს. საიდუმლო, რომელსაც ამ უძველეს კედლებში ინახავენ 1500 წლისაა. განძის მცველი 50 ჩიაბერი მას საუკუნედან საუკუნეს გადასცემს. ასე მოვიდა ჩვენამდე 15 ასწლეულის წინანდელი აღმოსავლური ლეგენდა სულის და ხორცის ზეობის შესახებ. ამ ლეგენდაში ადამიანებს რკინის სხეული და ბუმბულივით მსუბუქი სული აქვთ. კლიდან წლამდე, სახელმწიფოდან სახელმწიფოში, ხელიდან ხელში გადაეცემოდა ამბავი, რომ ადამიანებს უზენაესთან საუბარი და ფრენა შეეძლოთ. ოღონდ ეს ლეგენდა არ არის, ეს სინამდვილეა. ახლა ზუსტად დილის 5 საათია. მალე შაოლინის მთავარ ტაძარში ძელს შემოჰკრავენ და 50 წმინდა ბერი მზის ამოსვლის სადიდებელ სიტყვის და მზეც. შაოლინში სწამთ, რომ მზე მათთან ერთად ამოდის. დილის ლოცვას ყოველთვის მონასტრის წინამძღვარი იწყებს. სიბნელიდან სინათლეში გადასვლის სადიდებელი აქ ყველაზე საკრალურ რიტუალად ითვლება. მასში შაოლინის ყველა ბინადარი მონაწილეობს. უცესიდან დაწყებული ყველაზე ახალგაზრდა მორჩილით დასრულებული. ტრაპეზი დილის 7 საათზე იწყება. თუნუქის ეს ჯამები ბერების ერთადერთი პირადი სიმდიდრეა. საკვების მიღება შაოლინში მთელი რიტუალია. ბერები მხოლოდ მცენარეული საკვებით ძირითადად ბრინჯის ნახარშით იკვებებიან. საუზმის დროს კატეგორიულად იკრძალება საუბარი. ერთმანეთთან ჩუმ გადალაპარაკებას კი მკაცრად ისჯება. სატრაპეზოში სამარისებული სიჩუმე უნდა იდგეს. არასდროს გასინჯოთ პური და ღვინო და ყოველთვის გეშინოდეთ ლამაზი ქალების ეს მონასტრის ერთ-ერთი მთავარი წესდება. აბაცორეთ, ამიტომ მდედრობითი სქესისთვის შაოლინის გარე ყოველთვის დახურულია. მონასტრის ბინადრები მთელ დღეს ამ კედლებში ატარებენ. უკვე 15 საუკუნეა მშობლებს შვილები აქ სულის და ხორცის გამოსაწრთობად მოყავთ. მათგან ბერი მხოლოდ რამდენიმე გახდება. ეს ხანგრძლივი შრომატევადი და ურთულესი პროცესია. სასტიკ ფიზიკურ დატვირთვებს ყველა ვერ უძლებს. ვარჯიში გამთენი იცას იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. მონასტერში ჩაბარებიდან 10-12 წლის შემდეგ შაოლინის ბერები გადარჩენილებიდან საუკეთესოს არჩევენ და ბერად აკურთხებენ. პრინციპი მარტივია, იმარჯვებს ყველაზე ძლიერი, ვინც სულით არ დაეცა და სხეული რკინასავით გაიძლიერა.
სიუძუნი 5 წლის იყო, როცა მშობლებმა შაოლინის გალავანთან მიიყვანეს და ბერები ჩააბარეს. იმ დღის შემდეგ ყოველ დღე რკინის აღმზრდელების პატარა მოსწავლეს ცხოვრებაში ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარება უწევს. თავიდან ძალიან ძნელი იყო. სახლი მენატრებოდა. ვარჯიშის დროს ძალიან ვიღლებოდი. მაგრამ აქ მასწავლეს როგორ არ უნდა მეტკინოს. ახლა უკვე აღარ ტკივა. არც მაშინ როცა ქვის ფილებს თავს ურტყავს და მალაყებს გადადის და არც მაშინ ღამღამობით დედა რომ ენატრება. მონასტერში ამბობენ რომ გამაწლები ბიჭი გაიზრდება და თუ სულიც ისეთივე ძლიერი ექნა როგორც ცხეული, სიუძუნი ნამდვილი ბერი გახდება. მანამდე საკუთარ თავში ჭეშმარიტების ძიება უნდა დაიწყოს. იპოვნეთ ბუდა საკუთარ თავში და ეზიარებით ჭეშმარიტებას. ეს სიტყვები შაოლინში მცხოვრებ უბრალო ჩინელებს ინდოეთიდან ჩამოსულმა 28 წლის ახალგაზრდა პატრიარქმა სახელად დაამოუთხრა. ჩინელებმა მხოლოდ გაიცინეს და თავთავის საქმე დაუბრუნდნენ. ლეგენდა ამბობს, რომ უბრალო ჩინელი გლეხების დაცინვა დამოს ძალიან ეწყინა. შაოლინის ყველაზე მაღალი მთის ყველაზე პატარა გამოქვაბული მოძებნა და მედიტაციაში წავიდა. 9 წელი დამომ სწორედ ამ გამოქვაბულში გაატარა. გამოფხიზლების შემდეგ ისევ შაოლინში დაბრუნდა და მონასტერი დააარსა. აი ჩინელებს კი ახლაც ჯერათ, რომ შაოლინის ბერები დღემდე ეძებენ ბუდას საკუთარ თავში და როგორც ამბობენ, იპოვნეს კიდეც. पुष्पं च धूपं तथा दीपं देवदयानिधे पशुपते हृत्कल्पितं गृह्यताम्. არასოდეს გაეჯიბროთ ერთმანეთს. არასოდეს შეხედოთ თქვენს თანამოძმეებს ზემოდან მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე ძლიერები ხართ. არ დაავადეთ ამ პარტავნებს, თორემ კაცრად დაისჯებით. გახსოვდეთ, თქვენ მცველები ხართ და არა თავდამსხმელები. კლასის მოძღვარი ახლა ახსაზრდელებს შაოლინის 10 მცნებიდან ერთ-ერთს უხსნის. კლასში დუმილია. შეკითხვის დასმა და მოძღვართან გამათი კატეგორიულად იბრძალება. ეს მონასტერთან არსებული უშუს სკოლაა. იცით აქ რა წერია? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, დროება. კომუნისტურ ჩინეთში ვისაც მხოლოდ სხეულის გამოწრთობა უნდა და სულზე არ ზრუნავს, უშუს ხელოვნებას აქეუფლება. სკოლაში 5000 კაცი სწავლობს. 5000-ივე ახლა დროებისთვის ივარჯიშებს. აქ ასეთვლიან, თუ გინდა ფიზიკურ სიძლიერეს მიაღწიო, რიგში სული უნდა დათრგუნო. არანაირი გრძნობები, არანაირი ემოციები და განცდები, მხოლოდ სპორტი. სწორედ ამიტომ აქვს შაოლინის სკოლას ერთნაირი სახე, ერთნაირი იერი, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ასე საკუთარი თავი თუ არ დათრგუნე, ისე არაფერი გამოგივა. მე ამაყება ჩემი მეგობრების გვერდით რომ ვდგევარ. ერთად ჩვენ დიდი ძალა ვართ. ჩვენ რკინის ადამიანები ვართ. ციუმინი შაოლინის უშუს სკოლის დამაარსებელი და წინამძღვარია. მონასტერში ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ავტორიტეტულ ბერად ითვლება. საუკუნეების მანძილზე ამ ხესთან ჩვენი წინაპრები შაოლინის წმინდა ბერები ვარჯიშობდნენ. ეს მათი თითების ნაკვალევია. ორმოცდახუთი წლის იუსინი მონასტრის სულიერი ლიდერია. შაოლინის წინამძღვარი მთელს ბუდისტურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და პატივსაცემ პიროვნებად ითვლება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე თითქმის არასდროს ჩნდება.
საერო პირებს კი შეხვედრაზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თანხმდება. ვიცი რომ შორეული მხარიდან ჩამოხვიდეთ. თქვენს ქვეყანაში იციან უშურა არის. ეს მხოლოდ სპორტი არ არის, ეს სულიერი მდგომარეობაა. მოუყევით ამის შესახებ თქვენს ხალხს. მე კი თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. ერთი წლის წინ შაოლიში ვლადიმერ პუტინი გსტუმრობდა. ახლა თქვენს პრეზიდენტს ველოდებით. ყველაზე დახურული მონასტრის მთავარ ტაძარში ძილს შემოჰკრეს. ეს მწუხრის ლოცვაა. ვარჯიშისგან დაღლილი შაოლინი დასაწინებლად ემზადება. რკინის ადამიანები მხოლოდ ერთხელ მარცხდებიან. მაშინ როცა მონასტრის კელიის კარებს სიკვდილი შეაღებს. ეს პაგოდების დღეა. სიკვდილთან დამარცხებული ბერების უკანასკნელი განსასვენებელი. მაგრამ აქ თვლიან, რომ სიკვდილზე გამარჯვება შეიძლება. მოხუცებერები ამბობენ, რომ წლები გავა, სული გაუმტკიცდება, სხეული რკინის გაუხდება და დრომოვა საერთოდ აღარ ედგინება. სუძუნი კარგი ბერი დადგება და შაოლინის ლეგენდაც გაგრძელდება.